სამყაროს მოწყვეტილ სოფლებში სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას ისევ უშედეგოდელიან. ოჯახებს არასრულწლოვნებით მოხუცებს, ქრონიკული დაავადებების მქონეებს აღარ აქვთ საკვები, მედიკამენტები, ელექტროენერგია და გაზი. გურიასა და იმერეთში ღამით გადაუღებლად თოვდა, საფარის სიმაღლემ 3 მეტრს გადააჭარბა. სტიქიის ზონის ზოგიერთ დასახლებაში სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ მოხალისე მაშველები ოჯახებში მისვლას ვერ ახერხებენ. ნანო ჩაკვეტაძე აგრძელებს საუბარს დეტალებით ფორმულას პირდაპირ ეთერში. დიახ, სტიქია ისევ მძვინვარებს დასავლეთ საქართველოში და უცვლელად. განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა გურიასა და იმერეთში. მოყოლებული გუშინდელი დღიდან გამოიკვეთა, რომ გაცილებით რთული მდგომარეობაა იმერეთის მუნიციპალიტეტებში, ზესტაფონში, ბაღდადში, ვანსა და ხარაგაულში. მაღალ სოფლებში სტიქიის პირისპირ შიშველი ხელებით დარჩენილი ხალხი ყურადღებასა და დახმარებას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს. მაგალითად, ჩვენ ვესაუბრეთ ქალს, რომელიც ზესტაფონში, სოფელ პატარა განთიადში, თოვლში ჩარჩენილი კომაში მყოფი ბებიის გადარჩენას ითხოვს. 84 წლის ინსულტიანი ქალისა და მისი მოხუცი გულით ავადმყოფი ქმრის სახლამდე მეორე დღე ავერც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა და ვერც ტრაქტორი აღწევს. გამგეობაში ცქიტიშვილების ოჯახის წევრებს პირდებიან, რომ ტრაქტორი გზის გასაწმენდ და წუთი-წუთზე მივა, მაგრამ იქ არავინ გამოჩენილა. ასევე ცოტა ხნის წინ მაგალითად ვესაუბრეთ რიჟამაძეების ოჯახს ვანის მუნიციპალიტეტიდან. სახლი დაენგრათ, ნანგრევებიდან გამოსვლა მოახერხეს, მაგრამ ერთადერთი თავშესაფრის გარეშე დარჩნენ. იმერეთისა და გურიის სოფლებში ქართული ოცნების ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიტოვებულ ხალხს ერთადერთი ვისი იმედიც აქვს ეს მოხალისე მაშველები არიან. თუმცა თოვლის დონე იმდენად მაღალია ზოგიერთ სოფელში მოხალისეებს უკან დაბრუნებაც უწევთ. ჩამოვარდნილია გეჯენთლა. ვაიმე. აუ, ეკი ჩამონგრეულია, გოგო ყველა. გამოდი რა იქნება? მეიცა გაჩენ. და ინსულტი აქვს ქალს. 24 საათია სასწრაფოს ველოდებით. ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა მოხუცია თუ ვინ არის, ძვირფასია ის ადამიანი ჩვენთვის და როგორმე მოახერხეთ, რომ სასწრაფო მივიდეს 24 საათია, ქალი ებრძვის სიკვდილს. და რა ვიცი, აბა უნდა იღონოს რაღაცა სახელმწიფომ, რომ როგორმე უშველოთ ადამიანს, რომლის სიცოცხლე წუთებზეა დამოკიდებული. მომიწია რა უკან გავბრუნდე. იმიტომ რომ ძალიან რთულია გადაადგილება და უკვე აი ამ მეებითაც ვარდები. არ მინდა რომ იქით გადასარჩენი გავხდე ან საერთოდ მოვკვდე. სრამ სამწუხაროდ მიწევს რომ დავბრუნდე სოფელ ჯუმათში. მამათამდე მიღწევა ვერ მოხერხდა. არ ვიცი. სასწრაფოდაა დასახმარებელი ხალხი არა და ძალიან ინტენსიურად თავს. და არავინ აქაურობის პატრონი არ არის. მდგომარეობას უკვე კრიტიკულიც აღარ ქვია ჩემო ძვირფასებო. ეს არის სრული ჯოჯოხეთი. სახელისუფლებო პროპაგანდისტულ ტელეარხებზე რეალობა საერთოდ სხვანაირია. იქ ქართული ოცნება თითქოს მართლაც მიდის ყველგან, როგორც ეს მამუკა მდინარაძემ თქვა. მაგალითად, ოცნების წევრი და ოზურგეთის მერის ძმა არჩილ თალაკვაძე სტიქიის მე-6 დღე სოფელ ჯუმათში თოვლმავლით ასეირნობს. სტიქიის პირისპირ მარტო დარჩენილი ხალხის უკიდურესი გაჭირვების ფონზე ირკვევა ისიც, რომ მოქალაქეებს, რომლებიც დახმარებას ითხოვენ სხვადასხვა Facebook ჯგუფებსა თუ გვერდებზე, ოცნების მიერ კონტროლირებადი ტროლბოტები და საჯარო მოხელეები დახმარების თხოვნის კომენტარებსა და პოსტებსაც კი უშლიან. როდესაც აი ფაქტში დავიწყეთ მოკვლევა იმისა თუ რა საჭიროებები ჰქონდათ მუნიციპალიტეტებს და ვის რა სჭირდებოდა, მომწერა რამდენიმე ადამიანმა, რომელთაც ისურვეს ანონიმურად დარჩენა, იმის შიშით რომ სოციალურ დახმარებას მოუხსნიდნენ, მითხრეს რომ დაპოსტეს თავიანთი მუნიციპალიტეტის ჯგუფებში, ითხოვეს დახმარება, თუმცა პოსტი არავინ არ დაუდასტურათ ამ ადამიანებს. მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ იმერეთის მუნიციპალიტეტებს აქვთ თავიანთი ჯგუფები, არის ჯგუფები, რომლებიც აი რიგითი მოქალაქეების შექმნილია და ამ ჯგუფებზე არ არის საუბარია ჯგუფებზე, რომელიც მუნიციპალიტეტის მიერ იმართება სავარაუდოდ, იმიტომ რომ დასტურდება და იგება ხოლმე პოსტები ინტენსიურად, სადაც წერია რა საკეთებს ისა თუ ის მერია, რა კეთდება მუნიციპალიტეტში და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამიტომ მოხდა, რომ ზოგი მუნიციპალიტეტიდან საკმაოდ გვიან გამოაღწია ადამიანების ხმა.
ხალხს საკვებისა და სასმელი წყლის ბოლო მარაგებიც ეწურება. ოცნების უმოქმედობის ფონზე რეგიონებში დანაწილებულები არიან მოხალისე მაშველები. მუშაობს კოალიცია ძლიერი საქართველოს საგანგებო შტაბი უკვე გურიაშიც, ასევე ცხელიხაზი, ხელმისაწვდომია ლანჩხუთსა და ოზურგეთში უფრო კონკრეტულად. უახლოესი დღეებისთვის სინოპტიკოსებს საიმედო პროგნოზი არ აქვთ. 28 თებერვალსა და 1 2 მარტს ტემპერატურის კიდევ უფრო კლებაა მოსალოდნელი.